არა რა. აი საუზმის ოსტატი ხარ რა. ვერაფერს. სად არის შენი ძმა კაცო? რამდენი ხანი ვარჯიშობს ხოლმე? ისე ადრე უფრო დიდხანს ვარჯიშობდა. ახლა ცოტას მაქსიმუმ 2 საათი. მაქსიმუმ 2 საათი. რას მელაპარაკები კაცო? ვა! ბატონი დავითი მომბრძანდება. გაიგვიძეთ ბატონო დავით? 1 საათია. 1 საათია რაც გავიგვიძე, მაგრამ ისე მткиვა ეს კუნთები გაჯიშებდე რომ ამდენი ხანია ვდგები. მოდი. დაჭიქი მოდი. დაჭიქი ბუზღუ დაჭი. სად არის შენი ძმა? ვარჯიშობს. და რა მაკინა დილის 9 საათზე სავარჯიშობს რა. 7-ზე ადგა. 7-ზე? აი, დილამშვიდობის. მოხვედი. მოდი და. როგორ ახლა? სად? სავარჯიშოთ, სავარჯიშო. მართლა? ხო. აი, როგორ არ ვიცოდი რა. როგორ არ ვიცოდი, რომ ნეტა გეთქვა, რომ გეთქვა მე, მაგრამ რა არის ისეთი დღეს მე წავედი სავარჯიშოდ, მე საერთოდ ძალიან ადრე ვდგები ხოლმე 6 საათზე ვიღვიძებ და მიდივარ სავარჯიშოდ. ნეტა გეთქვა. არ ვიცოდი თუ დღეს ივარჯიშებ. მე რა ვიცოდი შენ საერთოდ ვარჯიშობ. ო და მე სულ ვარჯიშობ, სულ ვარჯიშობ, ეს კუსტვაზე დავდიოდი ჯერ კიდე როცა ირაკლისთან ცხოვრობდი, ხო. კუსტვაზე 10 წელს უტყავდი ხოლმე კუსტვას სტრაფისირბილით. მაშინ პატარა იყო კუსტვა. მომისმინებ, შენ ვარჯიშობ ხო? ამ სიმძიმეებით რაღაც ანდალები, რაღაცა ხო? დაწევა რამე. ხო, მაქსიმალური წონა რამდენია გიწევია? რა არის იცი რაკლი? მარჯვენათი 100 კილო, მარცხენათი 70. ხედა ეს რო გავაბრაზოთ, მე და შენ სულ თავისუფლად მოგვისურვე წაკეტი. როგორ გეძინა ეს? კარგად? ხო. კარგად. რა? მართლა კარგად გეძინა? ხო. მოიცა, არ ხრნავდა ირაკლი? არა. არა. შეგეშინდა ირუш. ის ლუდი მომიცდა გასახსნელი დროზე. რა? ლუდი და აჭეც. რა ლუდი და გასახსნელი ამ დილაუთენია. გაჩვენე. რა საკეთებ კაცო? დაჭიქი. ძე. კი დავლევძეს. ზერაც ეს ლუდი არ გინდა? არა და ნახე. ფანტასტიკური ლუდი ცივი მოგვიტანა ირაკლი მოგართო შეპირადად უყურებთ. რა არის იცი ბატო? დღეს ბიჭები ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ და ზემჩები. მართლა? ვაი, მეც ვთამაშობ ფეხბურთს. ვა, ძალიან კარგი. საკმაოდ კარგად. ბატო, თუ გე დღეს ვითამაშოთ, მე ჩემ გუნდს მოვიყვან, შენ შენი გუნდი მოიყვან. კი, უნდა როგორ არ უნდა? ხო გინდა? ეთამაში. კი, ბატო. ეთამაში. დღეს შეგეშინდა დათუშ. რატო შემეშინდა? მე რა შემეშინდა? სხვადასხვა ირაკლის ჩემ გუნდშია. კი. ოჩა ირაკლი. მესია რა. ოღონდ
ვის რა ქვია სუქანი და ბებერი ჯერ ერთი მე სუქანი აღარ ვარ შენ არ მიცნობდივე 23 კილო მაქვს დაკლებული სხვათა შორის დიახ და მეორეც რა ფეხბურთი რის ფეხბურთი რა მესი როდის ვითამაშე ბოლოს ფეხბურთი არ მახსოვს მე მახსოვს ეცის გერენეზე მეკეთეზე ჯანდაცვის სამინისტროს ჩემპიონატზე სამინისტროს გუნდი ხდებოდა ავადმყოფების გუნდს იცი რა მაგარი თამაში იყო ჰეტრიკი გავაკეთე მაგ თამაშზე ჰეტრიკი 3 გოლი გავიტანე რა მა მე კარის ნარკოზი გავუკეთეთი რა ამას უყურე ერთი რა შენ იცი მე რა გამთამაშებელი ვარ ვიყავ ესე იგი ვთამაშობ დღეს დათო რო იცოდე მე მარჯვენა ნახევარმცველი ვარ და ალბათ შენ მოგიწევს ჩემთან თამაში რა დროს ვარ ცაცია რა მოგლეთ გავიქეცი მერის გავაფრთხილებ კაცო არ ვიქნები თქო საღამოს თქო და რაღაცა დიდი მატჩი გველოდება თქო რა ფეხბურთი აიტეხეთ რა დათო მე სტადიონს დავჯავშნი და დაგირეკავ მოიცა წუთი რამე აზრი ხარ მისე თამაშს აზრი ხო კი ბატონო დავნიზავდეთ ხო რაზე და მოიფიქრებ მაგას ასე ალმე მოემზადე მოემზადე ხო დიდი მადლობა მაიკო აი რის მადლობა რა მალე ამოდის რა კეთება წერი ხო არ მოუშვა ჰა აუ არა ლაშიკო გეხვეწები არ მოუშვა გაიპარსე რა თორე რო კოცნი მეჩხლიტება ვარდი უეკლოთ ვის მოუკრებ გამარჯობა ვახო ხო გაიგე ირაკის ამოუდი რა დაჯექი არიცი არა გუშინ გაუკეთებია ამირანს ის სანტექნიკა გამსკდარა ეს მილი და მთელი დღე მოთხრიალებდა წყალი თურმე რა რასა? აბა ეს რა მეთქ ქვემოთაც ჩავიდა? არა შენ ბამბა შეუსრუტია ყველა ერთი ეგარო გადასაყრელია რა ის ბამბა რასა მოკლა? კარგი რა ლაშა რა, კარგი რა, გამისკდა გული რა. ამ რამინმაც დამღუპ არავის არ უნდა ეს ბამბა რა. საწავიღო ეხა რა ვქნა მომეხმარეთ რა, რამე აზრია, იდეა არ გააქვთ, ა? ვახო, ახლა ვაპირებ წერის გაპარსვას. თუ გავიჭერი ცოტათი დაგეხმარები რა. კარგი. დაიწყო ეხა, ცოტას მიავიღებ, ცოტას ისაიღებს, არ მინდა. მინდა რომ მთლიანად წაიღოს ვინმე. მთლიანად აიღოს მთელი პარტია. ვა. მარა ლაშა, ეხა რო ფიქრობ, ხო? არანაირი შანსი არ მაქვს. შანსი როგორ არა გაქვს ვახო? შანსი როგორ არა გაქვს? ახლა უნდა დაიწყოს მალე ჩინეთ-ინდოეთის ომი და მე ნახე როგორ გაიზრდება კონტინენტზე ბამბის მოთხოვნა. დიდი მადლობა რა. ძალიან დამეხმარა. ძალიან დიდი. ბახო, სად არის ჩემი და? ქეთევან სახში იყო. იმ სამტრედიელ ექიმბაშს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რა ვიცი. სახშია? ხო, შენას რა კარგი სპეციალისტია რა. ჩემი ექიმი. რაო, ქეთინო და ხლა ველაპარაკებოდი და მითხრა რომ ტკივილებმა თუ მოგიმატა ფეხზე, რამე ელასტიური გადაიხვიეო. ენა თამარ, ენა. აკა ეხლა შენც მოგიხდება ჩვენს დავისვენებთ ცოტა და ბახო, უთხარი ეხლა რამე. გამანებეთ თავი რა, 1 მეტყვი და 10 მეტყვის მერე ბამბაზე და აღარ შემიძლია რა. მე სხვა ადამიანი ვარ კაცო რა. ორი ბოთე რა. სად გადაეკიდეთ ერთმანეთს? აქ, გლონტებში.
ქეთუ, დღეს რა დღეა? დღეს რა დღეა? კარგი დღეა რა იყო? ოთხშაბათ, კარგი დღეა. ხო. რადგა ჩემ ექიმს გუბის წყალზე უნდა პატარა ხესის დადგმა. ხო და ირაკლისთან მინდა დალაპარაკებ. ხო და დღეს ზუსტად მუშაობს ირაკლი. მუშაობს ხო რა კარგია ხო? აბა მე რა ხდება? გუბის წყალზე ხესის დადგმა. მე რო გიგლას ვაყვინთავებდი იქ ხო? არა, კეთინო, რამინიმ რო ჩუსტები დაკარგა. ხო. ვაიმე როგორ გახსოვს? ხო და ეს მითხრა რომ აი ეს ხესის დადგმა მინდა და ადგილობრივი მთავრობა უკრძალავს, რომ ეკოლოგია შეიძლება დაბინძურდესო და რაღაც ესე ხო და თხოვა რომ იქნებ ირაკლისთან ჩამიწყო საქმე. ხო და შევპირდი. აბა ხო, გამაგიჟებთ თქვენ მე, გამაგიჟებთ. ყველაფერს როგორ პირდებით, ა? ლაშა მომისმინე ახლა სანამ მთავრობაში ვართ, უნდა გამოვიყენოთ ეს დრო. ხო, კეთინო, შენ ხარ ჩემი სისხლი და შენ ჩემი სიცოცხლე და ზუსტად სიცოცხლე. დალია ჩაი დალია და ხო, მაგექიმის წყალობით ვდგავარ ახლა ფეხზე. როგორც იტყვიან, ხო იცი? თუ საქმეს დაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს დავიჭერ ხელში და მთელ ქვეყანას შემოვივლი. მეც შენთან ვარ, მეც შენ მოხვევი. თამარ, მაინც ახლა დენის ამბავზე მიდიხარ შენ და რკინას მოერიდ. ერთი წუთით რა საუბრობთ რა, ორი გოგონა საუბრობ. მომისმინე თამრი, დღეს ესე იცი რა კარგად ვივარჯიშედი და ესეთი ვარჯიშები გავაკეთე ხო და თან ახლა მინდა ცოტა გავისეინო სუფთა ჰაერიმი და ჩაყვაპო და ირაკლისთანაც მივიდეთ. ხო და უარს არ გვეტყვის ჩვენ ირაკლი. ჩვენი ირაკლი. ჩვენ გვეტყვის ირაკლი. არ არსებობს. კარგი აზრია, მაგრამ სანამ ირაკლისთან მიხვალთ, მე გაგაფრთხილებთ, რომ რთული ეტაპი გელოდებათ მანამდე. დივანი მერი. კმაწულა მომისმინე. თამარ ღლონტის მომრევი ქალი ჯერ არ დაბადებულა. ხო. ესე საწყალი სოფლის მეურნეობის სამინისტრო რა. ზაფხულში ამერიკული პეპლების შემოსევას უნდა გაუძლონ ზამთარში ღლონტების. კარგი რა, დიდი დალია. მოგლეთ ბიჭებო, უნდა დამეხმაროთ რა. მაიას მასთან რო წავიღო, ფეხბურთი ჩათვალე თუ შევწვი რა. მერე ჩვენ რომელი ვამბასტენიან გულიტი ვნახეთ. ნუ რა ვიცი, მე ესე მითხრა, იმან რომ წამოიყვანე შენი მეგობრები და შენ მეგობრებთან ერთად ვითამაშოთ ფეხბურთი და თუ არ ახარ ჩემი მეგობრები თქვით და წავალმიდნო. არა, დათო, კაი რა მოგვივიდა ხა. ვითამაშებთ ჩვენ. იმონდის ჩვენ გუნდში ვინ ვართ? გიგარი ხარ ვახურა, აი ყოველთვის ხონდა მე შენი იმედი რა. ვინა ვარ და მე შენ ლაშა და ირაკლი. ოი აბა 5-5-ზეო. დავიმატებთ გასვლა არ არის პრობლემა. იცი რა არის? მე წამოვიყვან მიშიკოს. წამოვიყვანდი. მაგრამ ლაპარაკი არის და პასპას როგორ დაგვიძახებს? ხა? დათო. აი ხედავ ბუზღო აღარ დაგიძახე დათო მეთქი. მე ვითამაშებ. ძალიან მიყვარს ფეხბურთი. დანიის კოპენჰაგენი არის ჩემი უსაყვარლესი გუნდი. გილოცავ, მაგრამ რა არის ესე ბოდეში გიხდი. მაგრამ ჩვენ უკვე გუნდი ვართ უკვე და ზედმეტ ცხოვრობ და ცუდია. არასდროს მაგრა დაობივარ, იცი? მართლა? ო. აბა ეს წვენი მომირბინინე. შენ და ისა კარში ვინ უნდა ჩადგეს? ჯიბო. ვა, ჯიბო. აბა რა. ისა, მათეს უთხრათ, მათეს რა. დაბალ ბურთებს არ გაუშვებს, სული ატაკზე იწება. აბა, წვენი თალის პატაფერაზე მოვატყო, ერთი მოვატყო, მეორე, ჰოპ, მესამე, მეოთხე დაინახა და თოდა გადააწოდა პასი. შენ ხა ის წვენი დადა იქ მაგიდაზე? თუ გინდათ კარში დავდგები. არ მინდა. იცი რა მაგარი რეაქცია, მაგ დათო აიყურე. ჰოპ. ყავს მიყარე, არ მინდა. გარემარბი, ეგეც. პლეიმეიკერი, ეგეც. თავდამსხმელიც, ჩამშლელიც, გამთამაშებელიც, მწვრთნელიც, მასაჟისტიც. ყველა. ისე, ბიჭო, ხო არ წავიყვან ჰაპატაც. აი კაცო, რა სიძახი. რა, ახლა შენიც მაგაცები არ მოვიდნენ მეგობრები, მე რა ვქნა. ამის დამატება ჯობია 2 თლაკლებია.
და რამდენი წუთიანი ეს ტაიმერი? 20. 20? ნუ ეხლა გაუძლებთ მე ჩვენ, ჰა? კარგი ვახო, შენ რა მოგივიდა 2 წელიწადია თამარს უძლებ და 40 წუთი სირბილს ვერ გაუძლე? კარგი ხარ, მოგლეთ არ დაგვიანოთ 6 საათზე გელოდებით. შენ არა. ესე იგი 6 საათზე. დრო გქონია და თვითოჭიკით ხო არ დაგველოცა ჩვენი გუნდი, ა? რა თვითოჭიქა ლაშა, რა თვითოჭიქა ხა? ეს სპორტიდან დალევა არ შეიძლება ერთად რა არიცი ხა? მე ერთად ვინ ამბობს? ჯერ დავლიოთ მე სპორტი რა. მოგლეთ. მომისმინეთ რა. პორტუგალიის გარდა სხვა ფორმა არ იყო კაცო, ჰა? რატო ირა, კარგია, მე მომწონს. კაი ხო, მოგწონს, თავარია მოვიგოთ. ეხლა მომისმინე. მე შეგასწავლი ეხლა ლატერალური კუნთების გახურება როგორ უნდა. მე ვარ დამიწყო იქ დამეჭიმა ირა, დამეჭიმა რაღაცა. ესე იგი მოდიხარ ჯერ ასე შეხედე. აი ესე მიდიხარ, აი ესე. აი მას ახურე, ნახე ასე. მე მოდიხარ, აი ესე და აი ესე ჩადიხარ, აი ესე. ლაშა. რაი. ლაშა! ხო, გამიგე ეგრე ჩავდივარ, მე საჭადიხარ, მოდი კაცო, ლაშა! აი. აიტეხეთ ლატერალური. ესე იგი, ასე ვაკეთებთ. მე ვარ ცენტრში. ხო. პლეიმეიკერი რამე, აქეთ იქით ქვისლები არიან უკან. ხო. ეს იქნება წინ. ჩვენი თავდამსხმელი, მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ფორვარდი. ხო. ბომბარდირ. კარებში ვისვამთ. კარებში, შენ რა თქვი მოვიყვან ვიღაცასო? მომომე, რა განერეული. ო, ეს ჯიბო, ხო? ჯიბო. ჯიბო, მოვა, ნახავ რა. გაუვალჯო. მოდავაბიადე. მოიცა. შენ აქ რა გინდა ამირან, ჰა? ეს შეგიძლიათ ბუფონი დამიძახოთ რა. ერთ ბურთს არ გაუშვებ კარში ბატონო ირაკი. შენ წელი არ გტყიო და? თუ არ გინდა წავალ. მოიცა, საწახო, მიდი იქ დადე ეს ჩაცა, ძვისი შოვე მეკარე რა. შენი იმედი მაქვს ისოდი ამირა. დათო, ნუ გეშინია. ერთ ბურთს არ გაუშვებ კარში, კაცო. გაქცეული მანქანიდან ვიჭერ ხოლმე ელიავაზე კლიენტებს და ბურთს ვერ დავუჭე. შენთვის არ მომიყოლია ის ამბავი? ხო. ამას წინათ ელიავაზე რომ დგავარ და 9 დარიგებული 4-ს. აღარ მაინტერესებს, აღარ მაინტერესებს ეს ელიავა რა. მოემზადე. ბიჭებო, ეხა გავხურდეთ სანამ თამაში დაიწყება, თორე ვერ ვიბენთ. გავხურდეთ მართალია. აბა, ჭიქები. ეხლა ჩამოვასხავ ბიჭებო, ჩამოვასხავ. ლაშა, ჭიქი. გავხურდეთ, ანუ კუნთები გავახუროთ მეთქი რა. კუნთები გავახუროთ. ეს ისეთი არაყია, ჩემო ვახო კუნთებია ძვლებში გაატანს, ძვლებში. ირაკი, რასი? ეხლა არ გვინდა რა. მოდი ახლა არ გვინდა. არ გინდა ძმაო თქვენ მოგება და რა ვიცი. მე მგონი იწყება თამაში და გუნძახიან. აი, წავედი. აბა, ძლივს გიპოვეთ რა. ირაკლი, ნახე სინდი კროუფორდი მოვიდა. რა გინდა პეტო? დათო ვიცი რომ გუნდში ადგილი არ არის, მაგრამ რაც უფრო ძლიერი სათადარიგოს კამი გაქვს, უფრო მშვიდად ხარ მე მოედანზე არა? აიმე, ლაშა. ნეტა ვინმეს ფოტოაპარატი არ ქონდეს ტრიბუნაზე და მეტი არაფერი არ მინდა რა. აბა! ვაიმე. წავედით ბიჭებო, მე გაგამხნევებ, წავედით. მიდით ბიჭებო, წავედით. მიდით ბიჭებო. სად მივიდეთ ბიჭებო, სად მივიდეთ? რა მიდით ბიჭებო, სხვა გამხნევება არიცი არაფერი კაცო. როგორ არ ვიცი კაცო, ლექსი მაქვს. მიდი, უყურე. მეტოქისკას უტევენ ირაკლი და ვახო, დათო ბურთი მიიღო, გოლი უნდა ნახო. მოდით. არაუშავს ბიჭებო. ყველაფერი კარგად იქნება. 6 ბურთს რამენაირად ამოქაშავთ კაცო, ეხლა 6 ბურთს რა იყო, რა მოგივიდეს?
ყველაფერი ჩემი ბრალიც არის, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო მაგრად გაგამხნევთ, მიდით ბიჭებო. ბედო. ეხა გადი აქედან. და მეორე ტაიმი რო დაიწყება, დაგვიცახი. კარგი, წავალ. და მეტოქეს დავზვერავ. გადი ეხა აქედან. ეს რა გვიქნეს, ხა? ეს რა გვიხდეს? პირველივე ტაიმში 6-0 რა ამბავია, კაცო? რა ამბავია 6-0 პირველივე ტაიმში რა ამბავია? თან რამხელები არიან, ა? რამხელები არიან? ჩხუბსაც ვერ აუტეხა. კაცო, პრესტიჟის გოლი მაინც გავიტანოთ, ხალხო. კარგი რა, ირაკლი რა. პრესტიჟის ბურთი მაინც აიღოს ამირან. ისე ამირან. აი ის ჯარიმა როგორ გავუშვი, ჰა? 10 წუთი აყენებდი ცოცხალ კედელს, 10 წუთი. მოიცა ერთი შენი ჭირი მე ვახო რა. ამის გაკეთებული აგურის კედელი არ ვარ გადა, ცოცხალ კედელს გააკეთებდა. თუ ჩემი ძმა. ამირა. როგორ არ აღსხვენია ბიჭო? როგორ არ აღსხვენია? შენს მეზე ვიყავი წვე. კარგი რა დათო რა, კარგი. წაგება და მოგება და ძმები არ არიან, კაცო, რა მოგივიდა. თანაც მე პრაქტიკულად უკვე მოგებული ვარ. რა მოგებული? რა ვიცი მე რანაირად ხარ ერთი მოგებული რა მოგებული. რანაირად ხო? რანაირად. რანაირად ხარ მოგებული ერთი. რანაირად რა. რანაირად ვარ მოგებული და გეტყვით ახლა. მოწინააღმდეგე გუნდში რემონტის გაკეთება უნდა ერთ-ერთ მოთამაშეს და ტელეფონის ნომერი გამოვართვი. ვერახარ შენ, მოგებული კი არა ხარ, შენ ვერახარ. რაღაცა ტაქტიკაში შევცვალოთ ხალხო რა. რაღაცა ცვლილებები საჭირო ასე დროს. რა? რას ვფიქრობ იცი ფხიზლები რო ვართ მაგის ბრალი ხო არ არის ირაკლი. ლაშა. რა მოგივიდა შენ? ჩვენ რო გთავაზობ ამ არახს. წადი და იმას შეთავაზე რა. იქნებ თვალებს მაინც მოუგოთ ვა. შემთავაზე, მაგრამ არ ვსვავ, არაო. აბა ლომებო მოემზადეთ ახლა მეორე ტაიმი იწყება, უნდა შევჭამოთ ლომებო გესმით? ჯერ არაფერი არ არის დაკარგული, მიდით გეხვეწებით რა. პეტო, მოემზადე. შენ შედიხარ. მართლა? კი. ვა, მზად ვარ? ისვენები რა? მე არა შენ. მე რა შუაში? რა შუაში ხარ და თავდასხმა სჭირდება გაძლიერება. ნოლს რო გამოიტან პირველი ტაიმიდან, ესე იგი თავდასხმის ის არის, ხო ბრალი, ბეკარეს არაფერს აღარ ვაქვს, ეგ რო გავუშვი. იმათ ბეკარეს მობილურზე რო თამაშობდა, ვერ უყურებდი, საქმე არ ქონდა. მე რა შუაში ვარ, ამირანმა დაისვენოს. მე რა დავიშენე ხა, ვერ გავიგე, რა გავაკეთე რა დაღლილი. მე პასა. მე ამან ჩემი რა ბრალია, მე პას არავინ არ მაძლევდა. კარგი რა, პას ვინ მოგცემ და საერთოდ ბურთი არ ქონდა ჩვენ. ბურთი რა შუაში მითხარ. პირველ ტაიმში რო გოლი გაგვიტანეს, ამის ბრალი არის ხო რომ მივარ და იმ საჭდა და ჩხუბი დაუწვა. ასე ლაპარაკებოდი, რა გიქნა? მომისვინეთ ახლა. დაცო დაწყარდი, დამშვიდი შენ, შანსი მივცეთ პეტა პიტერს. მივცეთ ერთი შანსი და შენც მერე უკვე ბოლოში რო დაგჭირდეს კიდე გაძლიერება, უფრო დასვენებული შემოხვასაც. ხო რა. ეხლა მომისმინეთ ერთი წუთის უყოლა. ეხლა მაღალი ბურთები მომეცით ხოლმე. მეორე სართულზე ვარ მაგარი ძალიან. ხო, ადექით ახლა, მიყურეთ ახლა. წავედით. მალე მოვჭეთ ამ მეორე ტაიმს, მალე მოვჭეთ გაშლაყელი აღარ შემიძლია. ლაშა. ხო, მოდი აქ. წადით თქვენ. გადით. ისეთი შეგზდება მაგ თითქოს დახვრეტაზე გავყავართ რა. დავასხაირა. მიდი კაცო. მიდი. ვა! მოვიდეთ. აბა. როგორ მოვიდე? 7 გოლი რანაირად გაიტანა, ვითხარი. 7 გოლი რანაირად გაიტანა. ეხლა გეტყვი რა ხდება. აბა. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე სუსტი მხარები შევისწავლე და ანალიზი გავაკეთე. იმათი მეკარისაცია იყო და მარჯვნივ ვერ ხვდებოდა კარგად. ერთოს ფეხსაცმელი ზრებოდა, მეორე შორს ვერ ხედავდა კარგად. ეხლა მაიაზმა კიდე სუფლანზე გარებოდა. მართალია თავდასხმელი ცოტა ჟანიანი კი იყო, მაგრამ სისწრაფეში უჭირდა. ხო გეუბნებოდით მეორე სართულზე მაგარი ვარ მეთქი, ჰა? აი ეს ყველაფერი როცა იცით, მე ადვილია მოგება.
ლაშა ეს კაცი მოგზავნილი ხო არა რა გენიოსი ვარ რა გენიოსი რა გავედი და დავალაგე გუნდი რა დამარა ესიც თქვით რა მე რა ბურთი ავიღე თქვით რომელი ბურთი აიღე რომელი ბურთი აიღე თავში რომ მოკვდა მომკვდა რა ეხლა არა მოკლედ ესე იგი რა პეტო შენ დღეიდან არა ხარ ის დაივიწყე ეს რა ქვია პიტერ პეცა პიტო პატუ პიტუ პუტუ პატუ არა ხარ შენ დღეიდან ხარ ედსონ არანტეს დონასიმენტო პელე პიტერ და მე მიაფირაძი კარგი იყო ეს ყველაფერი კარგი იყო კარგად დაგვირგვინდა მაგრამ რაღაცა აკლია თითქოს კაი მიდი ჰა დაასხი ეგრე რა გენაცვალე რა ეგრე რა დაუმართე ისა მოდი მანამდე ერთ სიტყვიდა და აბა ჩვენ გამარჯვებას გაუმარჯო აბა გაუმარჯოს აბა ხო მანამდე გალგაშანი და მაგარია? კამპოტი წამომიღია. ბუზ. კარგად ითამაშეთ? ძალიან. ფაქტურად მე და პეტო მოვიგეთ რა. და ნიკუშა სად არის? ლუძი. ბატონო დავით ლეიტენანტი ნიკოლოზ ხიდაშელი გამოცხადა თქვენთან და ცივილუდიც მოგატო გახსნა ჩემთვის 1 2 ეხლა შეთვის 1 2 თავისუფლად რა ხდება და ვისაც ნიზლავზე უყარს თამაში წაგებულის უნდა ჩააბარო